გამარჯობა, მოგესალმებით. ეს შეხვედრა რამდენიმე ხანია ვილოდა, რომ შემდგარიყო. ის სტრუქტურები ვისაც პრობლემა უნდა მოესმინა და ჩვენ ამ ხალხის პასუხი უნდა და ფაქტობრივად არ ვიყავით საქმის შემდგრები. ვადო მიგზარი ბრძანდება დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი, ასე რომ ერთი მხარე პარლამენტის მხარე და აპარატის თანამშრომელი პარლამენტის აქ ყავს, რომ ეს პრობლემა მოისმინოს და შემდგომში წარმოადგენს ბატონი ბექარის დღეს გამოცხადა გუშინს მოხდა არჩევა და თავის საკითხებზე გუშინ მოაგვარა თავის საკითხებზე მეტნაკლებად დოკუმენტაცია რაც იყო და დღეს უკვე გამოცხადა სამსახურში პირველი დღე ასე რომ შეხვედრა პირველი დღე თქვენ დაიწყება რაც გადასაწყვეტი იქნება მთავრობის და ხელისუფლების ცენტრალური ხელისუფლების ამას მოაგვარებს დეპუტატის ბიურო და დეპუტატი თვითონ რაც ადგილობრივ აღმასრულებელ ხელისუფლებას შეეხება ეს იქნება ბაიდაურის საკითხი რაც საკრებულოს თვალსაზრისით აქ ადგილზე იქნება ჩვენი გადასაწყვეტი ამ პრობლემებს უკვე ჩვენ ასე რომ ამ წარმომადგენლობის იქით სხვა წარმომადგენლობა არ იქნება ეს პრობლემა უფრო კარგად შეისწავლოს. ამიტომ დასამალდასფარი არაფერი არ გვიქნება, არც არავის არ ვეწინააღმდეგებით და ვეჭქვებით, უბრალოდ ჩვენ გვინდა ერთი რამე. ამ მომრჩეველმა ხალხმა მიიღოს სწორი მომსახურება ჯანდაცვის სფეროში. ეს ახალი სტანდარტებით არ შეესაბამება ახმედაში არსებული მოსახლეობის რაოდენობის მომსახურებისათვის. არის ძალიან მცირე ოდენობის გამტარიანობისა, მით უმეტეს სტაციონარული პაციენტებისთვის. არჩევნების შემდეგ მე ვთვლი, რომ მდგომარეობა გაუარეს. როგორც კი ჩათავდა არჩევნები, მაშინ მოხდა პერსონალის შემცირება. მე არ ვიცი ეს რა წარმატებული პროექტია, მაგრამ აი ამაში თუ თქვენ ამას ხედავთ წარმატებულს მე არ ვიცი. მე სანიტარი ვიყავ და შემამცირეს. გასაგებია. არ არის საჭირო მეტი. რამდენი ქონათ ხელფასი? 100 ლარი. გავაგრძელოთ თქვენ რა მე ვარ პედიატრიის მედდა და არ ვიცი ახლა უბანზე მუშაობის მთელი სიმძიმე იქ ადგილზე მომსახურება ბავშვების პატრონასზე დაბარება იყო თუ ბინაზე ნახვა და ახალშობილის აღრიცხვაზე აყვანა ამ აცრების დაგეგმარება და ამ ბავშვების მოზიდვა და ჩვენვე ვცრიდით ამ ბავშვების ჟალურის მე ვარ ზუბაშვილი თამარი, მუშაობდი სანეტრად, 25 წელი რაღაც მუშაობ. შემამცირეს და ჩემი შემცირება თუ შეიძლებოდა უთხოვება ტონტიას შვილი მკვდარი მყავს ქმარი არ მყავს სახლი არ მაქვს დახმარება არ მაქვს პენსია არ მაქვს აი რა მაშინი ნახავს ვის აინტერესებს შენი პრობლემებიო ებრე მითხრა გუშინ საღამოთი ქონდა ზურაბზია და უთან საუბარი დიდი ხანი ვერ გაგრძელდა და დეტალებში ყველაფერში ვერ გავერკვიეთ მაინც უნდა შევხვედროთ დღის წესრიგში დგება ისევ და უფრო მეტად გაფართოების საკითხი დღეს წესრიგში დადგება დაზღვევის გაფართოების საკითხი, საავადმყოფოს გაფართოების საკითხი და რა თქმა უნდა იმ სამედიცინო პერსონალის მომატების საკითხი, რომელიც ალბათ შემდგომში უფრო დაგჭირდება. ჩვენ მაინც გვეჩვენება, რომ სახელმწიფოს მხრიდან დადებული ხელშეკრულება, ნატალია ექიმოვნა, კომპანიის ხელშეკრულება გარკვეულ თვალთმაქცურ გარიგება მიგვაჩნია რომ არის. გადავიდეთ იმ საკითხზე, ინფორმაცია მოგაწოდეთ თან საკითხების გადაწყვეტილებას. მოდი ახლა კი ალალად პირდაპირ მივყვეთ შენი პრობლემა რა არის ადგილზე ექიმებს ვინც ეს კატეგორია გააუქმეს. ექიმი ასრულებს პრაქტიკულად სანიტარის მოვალეობას. გაუგზარდეს ხელფასი თუ იგივე დაუტოვეს ექიმებს. ექიმებს უკვე დაუწიეს ხელფასი. ეს არის სადაზღვევო კომპანია ალდაგი BCI და ახლა სახელმწიფოსგან რა შემოსავლები და როგორი შემოსავლებია, ახლა მე ნამდვილად ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამოჩნია. ხომ არ გახსოვთ თქვენ სახელმწიფო ფონდი რამდენი გაქვთ ყოველთვის თქვენ მომსახურე პერსონალზე? სახელმწიფო ფონდი სადღაც 40-46,000 ლარი იყო მაშინ, როდესაც თანამშრომლებს ჰქონდათ ფიქსირებული ხელფასი. ეხლა იმ შემცირებებთან და ამ სტრუქტურებთან თქვენი აზრი როგორი არის? შემცირებასთან დაკავშირებით ახლა როგორც გითხარით, სადაზღვევო კომპანიის აქციო საზოგადოება, ჩვენი ოჯახის კლინიკა, რომელთანაც მოხდა ინტეგრირება უნიმედი კახეთის, ეს არის ალდაგი BCI-ის ჯგუფის კომპანია, ახლა კომპანიის მხრიდან ჩემი ყოფილი კოლეგების და თავისუფლების ახსნა განმარტება არის, ასე თუ ისე დასტაბილურდა, აღარ არის ისეთი დიდი მაჩვენებელი,
ხალხის დენადობის ნაკადის სამედიცინო ცენტრში აღარ არის ისეთი, რაც იყო თქვა 1 სექტემბრიდან აღარ არის ისეთი დიდი მაჩვენებელი. აი გავიგე, ესე იგი მოდი მიზეზი ვქო. ანუ, ია, მოიცაბა. ხო, და ანუ ადმინისტრაციული იყოს ჩვენ, არ არის გითხრა. ანუ როდესაც დააზღვია სახელმწიფომ რაღაც კატეგორია ადამიანებისა, ნაკადმა მოიმატა, საჭირო გახდა მეტპერსონალი საკმარის ამის შესაბამისი და მე ეს ნაკადი შეწყდა, ხო? არა, კი არ შეწყდა, ასე თუ ისე დასტაბილურდა ნაკადის დენადობა. ნაკადს თავი გავანებო. ნაკადამდე ის ადამიანი მუშაობს. სადაზღვო კომპანიამ სასახად ჩათვალა, აღარ არის ისეთი დენადობა. ნაკადი ამოაგვოთ, გია, სხვა რამეს გეუბნები რა. აგეთქვი რა, მომაწყდა დღეს ხალხი, კომპანია ვარ, საჭირო გახდა ჩემი მომსახურება რაღაცა დავამატე 5 კაცი 10. მე ვთქვათ ეს ნაკადი ეგრეთ წოდებული დასტაბილურება მოხდა. აღმოჩნდა რომ თურმე ეს ხალხი უკვე აღარ ამჭირდებოდა ისედაც აუვალება და მე ვეუბნები მომაწყდა დაგიძახი მოგეცი ხელფასი აღარ ამჭირდები ახლა კარგად იყავ ეგ არის ის რომ როდესაც ნაკადზე უნდა ვისაუბროთ და ნაკადის მომატება უნდა ჩავთვალოთ მაგრამ მე ახლა ეგეთი საფუძვლება მიჩნდება მათი დათხოვნა გამოწვეულია კომპანიის მოგების პროცენტის მოსამატებლად ან შესანარჩუნებლად რაღაცა ან შეიძლება სხვა ხარჯი გაეზარდა რომ გაიზარდა მოსამსახურე კატეგორია, სადაზღვო კომპანიას ფული შეუვიდა თუ არა? შეუვიდა. ეს ადამიანები მანამდე მუშაობდნენ თუ არა? მუშაობდნენ. მაშინ ეხლა სულად საფრთხე შეგვიძლია არ არის, როცა დაგვიწყდება. სადაზღვო კომპანია მანამდე ყოფილა ცუდ მდგომარეობაში. ესენი მუშაობდნენ, ხელფასად უხდიდა. ერთ მშვენიერ დღეს ადრა და სახელმწიფომ უთხრა, ხონჩაზე დაუბრუნდა და უთხრა სადაზღვო კომპანიას. გიმატებ დაზღვეულ ადამიანების რიცხვს და ფულსაც. აჰა ბატონო. მე ვკითხულობ, აუცილებლობა რამ გამოიწვია ამ ხალხის შემცირებისაგან. პირიქით, ფული მომატებია იმას. სადაზღვო კომპანია სხვა არის. ხო. ხო, რასაც ქვია, ADBC-ია. ხო. და სააქციო საზოგადოება, კერძო კომპანია. ხო, უნიმედიკალი. ხო. ჩვენი ოჯახის კლინიკა სხვა არის. ამ კონტინგენტის მიღება, განთავისუფლება დანიშნაზე საერთო ნუსხაზე, გადაწყვეტილებას იღებს არა სადაზღვო კომპანია ADBC-ი, არამედ იღებს ვის ჯგუფში შემოვალი სააქციო საზოგადოება, კერძო შემოსავალი. გია, ჩემს სახლში, გია, ჩემს სახლში კარები რო კიდია. იმ კარების შიგნით ვინ შემოდის და ვინც იგიძლია. ან ვის კვებაზე პასუხისმგებელი ვარ მე, ის ითვლება ჩემი კარების შიგნით ოჯახი. და ის არა გავიგე, ეხლა მე მაგას ვიღაცების შორის ეხლა ვინ იმ ADBC-ი თუ ვიღაც კანტორა არის და იმ ხელშეკრულება თუ გაუფორმა ან მისი შვილობილი კომპანია თუ ნაცისაური კომპანია პასუხი უნდა გოს ის არის იმაზე მაღლა დგას პრობლემას სწორედ დავინახოთ გამოსავალი გზები ერთად ვეძებთ გამოდის რომ მე ასე გავიგე არაფერი არ გათვლებიათ არაფერი თუ მდგომარეობაში არ წავედნენ წინასაარჩევნო თუ როგორ თუ რა იყო მომსახურების დაკვეთა მიიღეს სახელმწიფოსგან და ფული მიეცა მათ რაღაც კატეგორიიდან უთხრან მოემსახურეთ ხალხს მოსამსახურე კატეგორიაც გაგეზარდა. ამ შემთხვევაში ვიღებთ უკვე პროცესს. როცა უკვე დასტაბილურდა კიდეც ხალხი თუ აღარ მიანწდა და ფულს მიიღო, ვდგები და ამ ხალხს ვათავისუფლებ. როცა მე წლის მანძილზე თუ რაღაც მანძილზე უნდა ვემსახურე იმ მომატებულ კატეგორიასაც. ამ დროს პროცესი უკვე ხმამდის. თქვენ აკეთებია გადასახურება. ალბათ დაიცავით ჩემი თანამდებობა დავიცავით აუხსენი მივეცი ახსნა განმარტება არა მარტო ამ თანამშრომლებზე არამედ ექიმებზე არამედ ხელფასებზე გავაკეთე ამასთან ამის შესახებ მოთხოვნებიც არის ახლა წარდგენილი რის შესახებაც მივიღე პასუხი აუცილებლად გადავხედავ თქვენ მოთხოვნებსა და ამას ყველაფერს ეკნება რეაგირება და ახლა დღეს ეკნება რეაგირება თუ ხვალ ეკნება რეაგირება ეს ნამდვილად არ ვიცი შედეგი ხომ არ არის ბატონო გიორგი იმდენჯერ უნდა წახვიდეთ რამდენჯერაც საჭირო არის რომ შედეგს მიაღწიოთ თვლით თუ არა თუ თქვენ ვერ გააკეთებთ ამას მაშინ უნდა გააკეთოს ეს იმან ვინც გააკეთებს ესე არ არის აბა ამიტომ არ არის თქვენ მას სხვა რისთვისა არა უნდა გააკეთო ეხლა ამაზე მიაღწიოთ თქვენსაც მაშინ დაახედეთ თუ ვერ გადაწყვეტდით ვისაუხვით თვალებაში რატომ წახვიდით და რატომ დაახედეთ ესე იგი გადასაწყვეტია ეს საკითხი გადასაწყვეტია პროფესიონალს მე რომ ვიყო კომპეტენტური და მე რომ შემეძლოს გადაწყვეტა რასაც თქვენ მეუბნებით სულ არ წავიდეთ და ადგილზე გადავწყვეტა ხარი და ადგილზე გადავწყვეტა ხოდი პირდაპირ თქვა მე შენ როგორც დაგინახე ტელეეკრან და მიკროფონ მოშველილი მაშინ ვიცოდი რომ შუაზე უნდა გაგევლო
კომპანიაზე თუ ერთხელ მოდი ასე ვთქვათ, ის კომპანია არის ბობოლა ვიღაცა ერთი თუ მეორე, მე ვიტყვი მაგას შენ ვლაპარაკობ, მე ასეთ წარმოგიდგენა მეკრება. ბობოლა, რომელსაც შენ დაიქირავა ისე როგორც ხო უნდა დაიქირავოს. გაქვს ხელშეკრულება დადებული. მისი პოლიტიკა უნდა აწარმოო. მას ყავს თავისი ბობოლა სახელმწიფოში მოკალათებული ვიღაცები, რომლებიც სადაზღვევო კომპანია და სახელმწიფო გარიგებულები იყვნენ, მე დავამთავრე, არ გავაწყვეტინო ეგა. მაგას მე ვლაპარაკობ, შენ თუ ვერ ამბობ. ამიტომ ეხლა გეტყვი, მაგათა გონდა ხელშეკრულება დადებული ერთმანეთთან, თუ როგორ უნდა მიეცა სახელმწიფოს ფული, იმას კიდევ როგორ უნდა ეწარმოებინა თავის კლინიკების აშენებით და რაღაცებით, როგორ უნდა ეწარმოებინა მოგება. შენ ახლა ჩვეულებრივ კერძო, რამდენიმე წელი ვიღაც გოგუშკების ხელქვეითი, ამიტომ შენ ხმა მაღლა ვერ ალაპარაკობ, შენ ახლა დაქირავებული დირექტორი, რომელსაც გაძლევენ საშტატო ნუსხას, განლინკს, ამას არ შეგეკითხებიან, არც კოლეგიალური ორგანო არ აქვს რომ მოდი შევიმუშაოთ ჩვენი სტრუქტურა, ჩამოვწეროთ ვის სახელმფასი უნდა ქონდეს, ის გავათავისუფლებოთ თუ ეს ავიყვანო, ამას გაძლევენ სულ ყველაფერს და შენ ხარ პირველი დაქირავებული, რომელმაც მათი პოლიტიკა უნდა აწარმოო. ამ შემთხვევაში გია უძილაური ხარ პირველი მონაწილე იმ მაიმუნობის გარიგებისა, რაც დაკეთებდა ხოლმე კომპანია და სახელმწიფოში მოკალათებული ჩინოვნიკები. ეხლა პირდაპირ თქვა, დიდი და ბევრი არაფერი გეხება, მაგრამ ჩვენ გეუბნებით. შენთან გადაეციან შენ კომპანიას, რომ ეს საქმე არის გაფუჭებული, უკვე სუნი აუვიდა და ჩვენ მედპერსონალის უფლებების დაცვას, თუ ისინი არ აზრუნავენ, ჩვენი ადამიანების და პაციენტების ჯანმრთელობის დაცვას ამაზე ამ საკითხს შევუდექით. დეპუტატი, გამგებელი, საკრებულო. ამ საკითხს ეხლა იმიტომ ვსწავლობთ, რომ ამას ასე არ დავტოვებთ. გარკვეულად ამდენი ხნის მანძილზე რომ ამ თვალთმაგწულ გარიგებებში იყვნენ ხოლმე, ცოტა ხანი ამ ადამიანებს ჩვენ კარებთან რო არ იყო ნატოზულები და ესენი არ იჩაგრებოდნენ და ჩვენ გთხოვნათ რომ კომპანიამ მიხედოს ვალდებულია, მანამდე სახელმწიფო მოიცლის, მინისტრებმა უკვე დაიწყეს მუშაობა, პარლამენტი ამოქმედება შესაბამის კომისიებით და ის საკითხი, რასაც თქვა ჯანდაცვის დაზღვევა, სოციალური სფერო, ადგილზე საავადმყოფოები და მარკეტი გაფართოების საკითხი, ეს საკითხი მოგვარდება. ვიტყვი მაგას, კი ბატონო, კაცო, ამის თქმა არც ძნელია, არც მიჭირს, არც ჩემთვის უხერხული არ არის. არც ჩემთვის უხერხული არ არის. დიდი სიამოვნებით, სასიამოვნო იყო ეხლა ჯანდაცვის სფერო, ეს არ არის ხელსამოსაკრავი პირიქით პრივილეგირებული დარგია და პრივილეგირებული სფეროა ყოველთვის. მივესალმები თანამშრომლობას. დიდი სიამოვნებით, კი ბატონო, დღევანდელი დღის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდი, აუხსნი, განუმარტავ ამ სულ ყველაფერს, ამის არ თქმა, არც მეუხერხულება და არც ცხენია, კაცო. ბატონო მგზა, გავაგრძელებთ მაშინ. თქვენ ხო არაფერი გაქვთ კიდევ დასაბუთებად. ანუ ახლა აქ საკითხი არის, სულ სხვა საკითხი, რა ჭირდება, რა არ ჭირდება. თუ საჭირო არის, ცოტა ზემოთ ექსპერტებსაც შევაწუხებთ, არ არის ეს პრობლემა. ავაყენებთ საკითხს და ჩამოვა იქიდან და ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად გავიაროთ და გავარკვიოთ რა გჭირდება ჩვენ ახალ რაიონში, რამდენი გჭირდება, ვინ გჭირდება. იქნება ვიღაცა გვიკეთოს მე რა მაქვს საქმე და იქნება გვიფინანსებს, რომ ხალხს მივხედოთ, რომ ჩვენ ახლა ეს არის ყველაზე ესეთი სფერო, ჯანდაცვა, ადამიანის შეცვლილთან როცა გვაქვს ადგილი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ. იმისთვის რომ რაღაცნაირად გამოსწორდეს ამ სფეროში ეს ზომარება. მე იმედი მაქვს რომ თქვენ ალბათ შეგვეხმიანებით, ყოველ შემთხვევაში პასუხი გაგვაგებინეთ ბოლოს და ბოლოს ამ ადამიანებზე, რომლებიც გათავისუფლებულები იყვნენ, ის კომპანია თუ ის კლინიკა გვეხმარება თუ არა ადგილზე პრობლემები მოხსნა. თუ ეს გვეხმარება, ჩვენ ფიქრობებში წავალ. თუ არა, სხვა არაფერი დაგვრჩენია. თვითონ გია მოაგვარებს ამას იმედი მაქვს, სხვა არაფერი დაგვრჩენია, მაშინ მაგ პრობლემაზე ჩვენ უფრო ალბათ უფლებების დაცვის მაშინ გადავალთ ადგილობრივ ხელისუფლება და ჩვენ თვითონ მოქალაქეს დავიცავთ და ყოველთვის შევახსენებთ ძალიან ყვახეთაც აი ამ პრობლემის შესახებ. მე ვფიქრობ, აქედან უნდა დავიწყოთ უთიერთი თანამშრომლობა. ჩვენ ვართ გათავისუფლებული მედდები პოლიკლინიკის და აქ წამოვჭერით საკითხი იქნებ დაგუმხმარებოდა ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან მხარში დაგვიდგნენ. იმედი მომეცა, რომ ესე გვერდში დაგვიდგნენ ეს ადგილობრივი ხელისუფლება და ალბათ ჩარევენ სხვებსაც და ძალიან მადლობელი ვარ ყველას და იმედი მაქვს. საკრებულოს თავმჯდომარე, გამგეობა და ხელმძღვანელობის შემადგენლობა დღევანდელ დღეს დაგეგმილი ქონდა ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესების განხილვის საკითხი. აქ იყვნენ პირველი ნოემბრიდან განთავისუფლებული თანამშრომლები, ძირითადად განიხილებოდა ამ განთავისუფლებული პერსონალის საკითხი, განიხილებოდა და განიხილა ხელფასების საკითხი, შემცირების მიზეზები და ასე შემდეგ.
და ასე შემდეგ. Ეხლა ყველამ თავისი მოსაზრება გამოთქვა, მათი მხრიდან იყო მოთხოვნა ესეთი, რომ მე კიდევ ერთხელ გავაკეთო ამის შესახებ წერილებითი ახსნა განმარტება, მივმართო ჩემ სათაო ოფისში, კერძოდ ამ ახმეტის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობას რა რაღაცნაირად მოგვარდეს დღეს სამედიცინო ცენტრში აი ამ ხელფასებთან და განთავისუფლებულ პერსონალთან არსებული პრობლემები. მე ყოველ შემთხვევაში დღევანდელი სხდომის და იქ განხილული საკითხების შესახებ გავაკეთებ წერილობით მიმართვას შესაძლებელია მე ჩავედი არ არის მაგის პრობლემა დეტალურად აუხსნა დღევანდელი დღის და დღის წესრიგის შესახებ გავუკეთო მოხსენება სათაო ოფისში ხელმძღვანელობას და გადავცე მოთხოვნაც ადგილობრივი საკრებულოს, ადგილობრივი ხელისუფლების და აქ არსებული უკმაყოფილო პერსონალის მხრიდან აპრეტენზიების იყოს. ადგილობრივი მმართველობისგან და რა სახის იყო ეს შემოთავაზება? ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დახმარებასთან დაკავშირებით მივიღე ის რომ ეხლა ჯერ პირველ რიგში შენ როგორც მენეჯერმა მიაკითხე შენ ხელმძღვანელობას და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და სხვა შემთხვევაში მივიღე ესეთი რაღაც რომ შეგვიძლია ჩვენ მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს, მიმართოთ პარლამენტს რომ რაღაცნაირად ეს საკითხი დარეგულირებული და მოგვარებული იყოს. აი ამ საკითხებზე იყო საუბარი. თქვენ დღეს შეხვედრა გამართეთ გათავისუფლებულ მედპერსონალთან, ასევე ესწრებოდა შეხვედრას გამგებელი და ამ საავადმყოფოს მენეჯერი. რა თემებზე იყო ძირითადად საუბარი და რა ღონისძიებები გატარდება? ძირითადად თემები იყო რომ არჩევნებამდე სადაზღვევო კომპანიამ და მათმა ასე ვთქვათ სამედიცინო კლინიკებმა და დაწესებულებებმა ხელშეკრულებები გააფორმეს ესეთი რომ მოჩვენებითი ხასიათი ქონიყო და ამ არჩევნების წინ გარკვეული მომსახურება შეთავაზებულიყო ხალხზე ვითომ რაღაც თანამედროვე დონის და ასე შემდეგ არჩევნები როგორც დამთავრდა სამედიცინო პერსონალი დაითხოვეს სტატები შეამცირეს და ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ეს ხალხი უმუშევარი დარჩა. სუსტად ამაზე ქონდა საუბარი დეპუტატის ბიურო, გამგებელი ესწრებოდა თვითონ ხელმძღვანელი იყო სამედიცინო დაწესებულების ახმეტის პოლიკლინიკის. გავიარეთ ეს პროცესები, ჩვენთვის თვალნათელი გახდა თუ როგორ ურთიერთობდა ერთმანეთთან სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები, ეს იყო ფაქტიურად მე ვფიქრობ თვალთმაგწურად შედგენილი ხელშეკრულებები და გარიგებები, იმიტომ რომ სახელმწიფოს მხრიდან ფაქტიურად აღარ კონტროლდებოდა მიწოდებული მომსახურება კომპანიების მიერ მიწოდებული მომსახურება და სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ხალხზე იყო პატრონყმული დამოკიდებულება და ადამიანის უფლებების დარღვევა. ეს საკითხები გავიარეთ, ჩვენ შევთანხმდით რომ სანამ ეს საკითხები სახელმწიფო ცენტრალური ხელისუფლება ადგილზე ჩამოაყალიბებთ შემდეგ ურთიერთობებს გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიხედონ დააწყებინონ მუშაობა და პარალელურად ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობა შემდგომ ურთიერთობებისთვის. ანუ შესაძლებელია რომ ეს გათავისუფლებული მედპერსონალი აღდგეს ისე ეს მათ ნებაზეა, კომპანიების ნებაზეა, თუ როგორ დაუდგებიან გვერდში თავიანთ თანამშრომლებს და საერთოდ უნდა მოსწოთ ასეთი დამოკიდებულება მიყვანა ერთიანი ხელშეკრულება ეგრეთ წოდებული გაგდება ეს დარგსაც არ წაადგება და თვითონ ყველაფერთვის არის ცუდი. ჩვენ მივუთითეთ შესაბამის სფეროს, კომპანიებს, მათ კლინიკებს, რომ ასე მოექცევიან ადამიანის ჯანმრთელობასთან როგორ საქმე. არ ვიცით ახლა როგორ გააკეთებენ, როგორ გააგრძელებენ. თუ თანამშრომლობაზე წამოვიდნენ, ჩვენ ვითანამშრომლებთ კვალიფიცირებულად და ნორმალურად. თუ არა და ჩვენ ამ პოზიციებს არ დავთმობთ და გვექნება ყოველთვის პრეტენზიები. თუ ეგებნება სხვა პრობლემურ საკითხებზე ასეთი შეხვედრები? რა თქმა უნდა, ყველა სფერო უნდა გავიაროთ, ყველა სფეროში უნდა გადავხედოთ ის ცხოვრების წესი ყველა დარგში რაც აქამდე იყო კარგი დასატოვებული და ცუდი გასასწორებელი და გასაკეთებელია.